რთული იყო ივანაშვილში თავის დროზე 2011 წელს, 12 წელს, ან იქამდე უფრო რუსული პროექტის ამოცნობა. რთული იყო მიხვედრა რომ ამ კაცს აქვს დავალება. დარწმუნებული ვიყავი პრეზიდენტმა სააკაშვილმა ზუსტად იცოდა მაგრამ ეს არ შველოდა არც ვითარებას არ შველოდა ეს ჩვენი ცოდნა იმისთვის რომ ივანიშვილის რუსულ შპიონობა ყოფილიყო საკმარისი იმიტომ რომ ქართულ ხალხს უფლება ჰქონდა აერჩია რუსი შპიონიც არ წყვეტდა ეს საკითხს ქართულ ხალხს ჰქონდა გადაწყვეტილება აერჩია ნებისმიერი ვინმე სააკაშვილის წინააღმდეგ იმ დროს იქნებოდა ეს რუსი შპიონი აირჩევდნენ და არავისთვის არ დაუმალავთ, ამიტომ საზოგადოებაში არსებობდა ეს კითხვები, თუმცა ის რომ რამე სისხლის სამართლებრივი ფორმები ამან არ მიიღო, მე ვფიქრობ, ეს სწორი იყო, იმიტომ რომ ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც არსებობდა, საქართველოს არ იყო ისეთი მდგრადი დემოკრატიული ინსტიტუციების ქვეყანა, რომელსაც შეეძლო ამისთვის გაეძლო. ვერ გაუძლებდა და კიდევ უფრო მეტად დამარცხდებოდა ქართული სახელმწიფო. ჯობდა სამწუხაროდ, ჯობდა ისე, რომ ქართულ ხალხს თუნდაც რუსი ყოფილიყო თავისი არჩევანი გაეკეთებინა ისე რომ არავის შეეშალა ამისთვის ხელი. არ ვიყავით ჩვენ ის იმდენად შემდგარი არც საზოგადოება და არც მით უმეტეს დემოკრატიული ინსტიტუტები ჩვენ არ გაგვაჩნდა რომ ამხელა წინაღობისთვის რამე სერიოზული ასე ვთქვათ დასავლური სტანდარტის წინააღმდეგობა გაგვეწია. არ ვიყავით. ამ დონის გავლენის აგენტის ფიქსირება არ ხდება როგორც ან მიმეწერით ან სატელეფონო საუბრებით ან რაღაც ეს ღრმა ანალიზის შედეგი უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც. ივანიშვილს და მის ცხოვრებას გარდა იმისა რომ ის რუსის მარიონეტი იყო სხვა დასაბუთება არც ერთი მიმართულებით არ ჰქონდა. პირველი დღიდან როგორც კი საქართველოში გამოჩნდა ის მუდმივად კომუნიცირებდა მაღალი რანგის რუს ჩინოვნიკებთან მუდმივად და ამით ამაყობდა კიდეც არ მალავდა ის რა ვიცი რაღაც პერიოდის განმავლობაში იცოდა ყველა მის გარშემო და ამით პოზიციონირებდა კიდეც როგორც რაღაც სახის გავლენის ადამიანი და მთელი მისი ბიზნესის, მისი მოღვაწეობის, მისი ქცევის სრული სპექტრის ანალიზი უჩვენებდა მხოლოდ ერთ რამეს, ეს კაცი იყო ღრმად ფესგადგმული რუსულ იერარქიაში და მეტი სხვა არავინ ეხლა მართლა ხუმრობა ხო არ არის რომ ეხლა რაღაც უზარმაზარი თანხის მფლობელი რუსეთში რომელიც კაციშვილმა ბოლომდე ვერც დაადგინა რომელი საიდან რა თანხა რისი იშოვა რა ბიზნესი ჰქონდა ერთ დღეს აღმოჩნდა საქართველოში ისე რომ ძალიან დაახლოებული იყო ყველა ხელისუფლებასთან ყველა წრესთან რა ვიცი ძალიან გასაგები იყო ეს კაცი ვინც იყო და რა დანიშნულებითაც იყო და დანიშნულებითაც ჩამოვიდა საქართველოში